ჩაწერეთ გაშლილი ფორმით მოცემული რიცხვი. პირველი 327. 327 როგორ ჩავწეროთ გაშლილი ფორმით? ვიწყებთ მარჯვნიდან გაშლას. პირველი არის ერთეულების თანრიგი, მეორე არის ათეულების თანრიგი, მესამე არის ასეულების თანრიგი. ანუ 7-ს ვამრავლებთ ერთეულებზე, ანუ 1-ზე, ანუ იგივე 10 ხარისხად 0-ზე და არ ვწერთ ამას. ამას უნდა დავუმატოთ 2 გამრავლებული ათეულებზე, ანუ 10 ხარისხად 1-ზე. და 3 გამრავლებული ასეულებზე, ანუ 10 ხარისხად 2-ზე. ესაა 327-ის გაშლილი ფორმით ჩაწერა. მეორე არის 4029. ანალოგიურად ვიქცევით აქ ერთეულების თანრიგი, ათეულების თანრიგი, ასეულების თანრიგი და ათასეულების თანრიგი. 9-ს ვამრავლებთ 1-ზე და 1-ზე გამრავლებას არ ვწერთ და პირდაპირ 9-ს ვწერთ, პლუს 2-ჯერ 10, 2-ს ვამრავლებთ ათეულებზე, 0-ს ვამრავლებთ ასეულებზე, ანუ 10-ის კვადრატებზე და ამიტომ რაზეც არ უნდა გავამრავლოთ 0 იქნება და 0 დავწერეთ და 4-ს ვამრავლებთ ათასეულებზე, ანუ 10 ხარისხად 3-ზე. ეს 0-ზე გამრავლება ამოვაგდოთ და გადავიწეროთ, რომ 4029 არის 9 პლუს 2-ჯერ 10 და პლუს 4 გამრავლებული 10-ის მესამე ხარისხზე. შემდეგი არის 5203. ანალოგიურად ვიქცევით აქაც 3 არის ერთეულების თანრიგი, პლუს 0 ათეული არა გვაქვს, პლუს 2 ასეული, ანუ 2-ჯერ 10-ის კვადრატი და პლუს 5-ჯერ 10-ის კუბი, ანუ 5 ათასეული. ეს ნულიანი ამოვაგდოთ და გვექნება 3-ს პლუს 2 გამრავლებული 10-ის კვადრატზე პლუს 5 გამრავლებული 10-ის კუბზე. და ბოლო გვაქვს 71002. დავიწყოთ. 2 არის ერთეულების თანრიგი, ამიტომ არაფერზე არ ვამრავლეთ, პლუს 0 ათეული გვაქვს, 0 ასეული გვაქვს, 1 ათასეული გვაქვს, ამიტომ 10-ის კუბზე გავამრავლეთ და 7 10-ათასეული გვაქვს, ამიტომ 10 ხარისხად 4-ზე გავამრავლეთ. ეს ნულები შეგვიძლია ამოვაგდოთ და იქნება 2-ს პლუს 10-ის კუბი პლუს 7-ჯერ 10 ხარისხად 4.